ქვეყანაში ტექნიკის გაყიდვების შემცირდა, ტანსაცმლის კი გაიზარდა, ჯამში საცალო ვაჭრობის სექტორი მიმდინარე 2025 წელს გამოწვევებით სავსე დაფასებს, თუმცა დარგში ამბობენ, რომ ტანსაცმლის რითეილის მიმართულებით კომპანიებმა გამოწვევებთან გამკლავება შეძლეს ტექნიკის რეალიზაციის კუთხით კი მომხმარებლის ქცევა შეიცვალა. რითეილ სექტორის 2025 წლის მიმოხილვით მარი მელიქიშვილი გვერდება ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში. გამარჯობა, მე სალმებით ჩვენს მაყურებელს მიმდინარე 2025 წელი, რომლის დასრულებამდეც პრინციპში რამდენიმე დღე რჩება საცალო ვაჭრობის სექტორისთვის, შეიძლება ითქვას, რომ არაერთგვაროვანი აღმოჩნდა იმ სავაჭრო ცენტრებში, სადაც უმეტესად ტექნიკის მაღაზიებია განთავსებული, ამბობენ, რომ მთელი წლის მანძილზე გაყიდვებში კლება ჰქონდათ, მაგალითისთვის თბილისის ცენტრალში აცხადებენ, რომ 2025 წლის პირველ კვარტალში გაყიდვებში 25%-იანი ვარდნა ჰქონდათ, კლების ტენდენცია გაგრძელდა მომდევნო კვარტალებშიც, თუმცა შედარებით უკეთესი ბოლო ანუ მეოთხე კვარტალია, რაზეც გავლენა შავი პარასკევის აქციებმა იქონია, გარდა ამისა გაყიდვების სტიმულირება წინა საახალწლო პერიოდმაც მოახდინა. რეალიზაციის მაჩვენებლებში კლების მიზეზებად ტექნიკის მაღაზიებში მიმდინარე წელს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს ასახელებენ და ამბობენ, რომ მომხმარებელი შენაძენის გაკეთებისას უფრო ფრთხილი გახდა და ფოკუსი პირველადი მოხმარების საგნებსა და საკვე პროდუქტებზე გადაიტანა. საბოლოო ჯამში ტექნიკის მაღაზიებში იმედოვნებენ, რომ უკეთესი მეოთხე კვარტალის ხარჯზე წლის ბოლოს გაყიდვების ჯამური მაჩვენებლებით გასული 2024 წლის მონაცემებზე გავლენ. რადიკალურად განსხვავებული სურათია ტანსაცმლის რითეილის მიმართულებით, როგორც მსხვილ სავაჭრო ცენტრებში, ისე მცირე მაღაზიებში. აღნიშნავენ, რომ მიუხედავად პოლიტიკურად საკმაოდ რთული წლისა, ტანსაცმლის რეალიზაცია ქვეყანაში წლიდან წლამდე მზარდია და ამ მხრივ გამონაკლისი არც 2025 წელი იყო. საკმაოდ რთული წელიწადი იყო და ამაზე ხშირად ვისაუბრეთ. თვითონ წლის სტარტი პირველი ნახევარი იყო ფრიდად რთული საცალო სავაჭრო სექტორისათვის, რაც მოვლენათა მთელმა ფაქტორებმა განაპირობა, რა თქმა უნდა, დაწყებული შარშანდელი შემოდგომის მოვლენები გვახსოვს, ის არღულობა რაც ქუჩაში ხდებოდა და ამ პერიოდში განწყობა ელემენტარულად, რომ მოხმარებელს მეტი თანხა დაეხარჯა არ არსებობდა და განსაკუთრებით ჩვენ სექტორში პირველი კვარტალი თითქმის 25%-იანი კლება იყო წინა წელთან შედარებით, მეორე კვარტალში ცოტა ამოიქაჩა და მესამე კვარტლის მონაცემები თითქმის 10%-იანი კლება არის წინა წელთან შედარებით. დარგობრივ ჭრილში რო შევხედოთ, იცით მოხმარების ქცევა არის შეცვლილი, უფრო ფოკუსი გადატანილია პირველადი მოხმარების საგნებზე, საკვე პროდუქტებზე, რომელზეც ფასები მეტნაკლებად უფრო გაძვირებულია ვიდრე თქვათ იგივე საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე ან ფეშენ ინდუსტრიაზე და ბოლო კვარტალი ახლა რასაც ვხედავთ, პრინციპში ცოტათი გაუმჯობესდა სიტუაცია. 2025 წელი საკმაოდ საინტერესო და დინამიური იყო ტანსაცმლის რითეილისთვის, შეინიშნებოდა ზრდა და შეინიშნება გაყიდვების მიმართულებით, მომხმარებელი დაბრუნდა მაღაზიებში, თუმცა მათი შენაძენი უფრო მეტად გონივრულია, ორიენტირებულია ხარისხზე და ელეგანტურობაზე ერთდროულად, შესაბამისად, ისევე როგორც ჩვენთვის, ასევე მსგავსი ბრენდებისთვის, რომელთვისაც ხარისხი და ელეგანტურობა მნიშვნელოვანია, ეს წელი სტაბილური და პოზიტიური ზრდით სრულდება. იმისთვის, რომ 2026 წელი საცალო ვაჭრობის სექტორისთვის უფრო წარმატებული იყოს, დარგში კონკრეტული გამოწვევების გადაჭრის აუცილებლობაზე მიუთითებენ და ამბობენ, რომ მაგალითად ტექნიკის მიმართულებით სექტორში ინვესტიციები შემცირებულია, ვინაიდან ამ კუთხით იკლო გაყიდვების მაჩვენებელმა ტექნიკის მსხვილი ბრენდები საქართველოში შემოსვლით მარტივად აღარ ინტერესდებიან, გამოწვევას წარმოადგენს კაპიტალზე წვდომა და ასევე სავაჭრო ფართების სიმცირეც, სავაჭრო ფართების დეფიციტი, ასევე კვალიფიციური კადრების სიმცირე გამოწვევა ტანსაცმლის რითეილისთვისაც, ტანსაცმლის ადგილობრივი მწარმოებლებისთვის დაბრკოლებას წარმოადგენს გაძვირებული, ნედლეული და ლოგისტიკური ხარჯებიც. რამდენიმე დღის წინ დაიდო სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ საინვესტიციო მიმართულებით სამი კვარტლის მონაცემები და თქვენ ნახავთ, რომ საცალო ვაჭრობა მნიშვნელოვნად უკან გადაიწია, ასე ვთქვათ, მოსულობის კუთხით, ხო? ანუ გამოწვევებზე ვლაპარაკობთ დარგის წინაშე. მოდი ასე ვთქვათ, საქართველო არის საკმაოდ პატარა ქვეყანა და ჩვენთან არ არის დიდი რითეილ ოპერაციები, ხო? იმისთვის, რომ კონკრეტული ბრენდები დაინტერესდნენ, ან მოსახლეობის შემოსავლები უნდა იზრდებოდეს, ან რაღაც ქვეყნის ეკონომიკა უნდა დუღდეს. სამწუხაროდ არც ერთ დიდი მიმართულებიდან დიდი
დიდი ძვრები ამართულებით არ არის. გამოწვევად რჩება ის, რომ პირველი მოხმარებლების თვითონ პროფილი არის საკმაოდ სუსტი და შესაბამისად ახალი ბრენდების დაინტერესება რომ საქართველოს შემოიდეს საკმაოდ რთული არის. მეორე, ამ მიმართულებით თვითონ სავაჭრო პლატფორმების ნაკლებობა, სავაჭრო ცენტრების მათ შორის ჩვენი ცენტრი თითქმის სრულად არის დატვირთული და ახალი ბრენდი რომ შემოვიდეს, ახალი პლატფორმები ჭირდება. მცირე თქვათ რაღაც პროექტების მიღმა, დიდი ძვრები ამ მიმართულებით არ შეინიშნება და მესამე ამას დავამატოთ თვითონ წმმა კაპიტალზე, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ საკმაოდ ძვირი და კაპიტალდებადია საცალო ქსელებში ინვესტიცია. მიუხედავად წარმატებული მაჩვენებლებისა, წელი იყო გამოწვევებით სავსე, პრობლემები იყო კადრების კვალიფიცირებული კადრების მოძიებაში, ასევე მნიშვნელოვანი საკითხი იყო გაძვირებული, ნედლეული და ლოჯისტიკური ფასები. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ თუ ამ მიმართულებებით ვიმუშავებთ და ამ კუთხით იქნება გარკვეული დადებითი ჩართულობა, ეს წელი ბევრად უფრო კარგი იქნება და ამ გამოწვევებსაც გადავლახავთ. ასევე მინდა ვთქვა, რომ მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება და გაუმჯობესების კუთხით საინტერესო, თუ დავნერგავთ ხარისხის სტანდარტების კუთხით გარკვეულ პროცესებს, სამუშაოებს და ეს მიმართულება იქნება წინ წამოწეული, რათა უფრო თამამად გააგრძელოს ქართულმა ბრენდებმა საერთაშორისო ბაზარზე მოღვაწეობა. აქვე საფასო პოლიტიკაზეც მოგაწვდით ინფორმაციას საცალო ვაჭრობის სექტორში. ამ შემთხვევაში საუბარი ისევ ტექნიკასა და ტანსაცმელზე გვაქვს. წელს ფასების მნიშვნელოვანი მატება არ დაფიქსირებულა. დარგში ამბობენ, რომ ლარის კურსის სტაბილურობიდან გამომდინარე 2025 წელს ტანსაცმელი და ტექნიკა ფაქტობრივად არ გაძვირებულა, ან თუ მოიმატა ღირებულება მხოლოდ 2-3%-ის ფარგლებში. მადლობა, მარი მელიქიშვილი საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.